როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ, რას ვერ ხედავთ ამ ურთიერთობაში, კონკრეტულად პიროვნებაში შეიძლება ხედავდეთ და გგონიათ, მაგრამ ტარო უყურებს ყოველთვის იმას, რაც არის შიგნით და ადამიანებს ყოველთვის შეუძლიათ ისე მოგაჩვენონ, ან კიდე ჩვენ ვართ მიდრეკილნი ისე, რომ ზოგჯერ არ გვინდა დავინახოთ ის, რაც ძალიან აშკარაა. მე ყველას ურმის მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, ყველაფრისთვის, როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერი და გაგვიმარჯოს. დიდი ხანი არ დამილევია თქვენთან ყავა. ნახოთ აბა რას ვერ ხედავთ ამ ურთიერთობაში, რას ვერ ხედავთ ამ პიროვნებაში. და მე მივყვეთ მთავარი კითხვა არის ეს. რას ვერ ხედავთ ამ ურთიერთობაში და რას ვერ ხედავთ პიროვნებაში. არ მგონია რამის რო ვერ ხედავთ თვითონ ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ მოცემულობა არის 5-იანი თასი. ამას ყველა მიხვდება ისედაც რომ არ იცოდეთ, ადამიანს ქონდა, თქვენ ქონდათ მოლოდინი, მაგრამ ეს მოლოდინები რაღაცნაირად გაფუჭდა. მაგრამ ემოციურად გადაზედმეტებულია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. იმიტომ რომ გამოსავალი მაინც ერთბრად შეიძლება თქვენ აღიქვავთ ყველაფერს ანგულთან ახლოს და ძალიან ემოციურად. ამ ურთიერთობაში მაინც ყველანაირი მოლოდინი დამსხრეულია. და ვერ ვიტყოდი იმას, რომ რაღაცნაირად რამეს ვერ ხედავთ, მაგრამ არის ეს პატარა რაღაცა, იმიტომ რომ გამოსავალს ვერ უყურებთ და ტარო გეუბნებათ, რომ გამოსავალი არის ამ ურთიერთობაში. მოდი ვნახოთ რა გამოსავალია ამ ურთიერთობაში. ნახოთ, აბა რა გამოსავალია 4-იანი პენტაკლი. გამოსავალი ის არის, რომ უნდა გაუშვეს ემოციები. რაღაცნაირად აი რო იციან ხომ, იცით, აი მახსენდება Facebook-ზე ბევრმა იცოდეს და წერა მარტო ჩემი საკუთრება. ანუ ტაროს გეუბნება იცი, არავის საკუთრება არ არის, რაც უნდა შენ დაიჩემო ეს ყველაფერი, ამიტომ გაუშვი. რაღაც მომენტში მე ვეთანხმები ამ ყველაფერს, იმიტომ რომ თუ ადამიანს გაუშვებ და საერთოდ სიტუაციას გაუშვებ, რაღაცნაირად სასწაულებრივად ხდება ისე ყველაფერი, რომ ადამიანს ეძლევა საკუთარი რაღაცა ენერგიები ისეთნაირად, რომ ჩვენ არ ვაბრკოლებთ ჩვენი, ასე ვთქვათ, ფიქრები და ენერგიებით არ ბლოკავდა, ხდება განბლოკვა და თავისთვის იწყებს უკვე აზროვნებას, რამდენად ჭირდება თქვენთან ურთიერთობა და საერთოდ ვინ ჭირდება რამდენი ხანი და ასე შემდეგ. და სიტუაციასაც როცა უშვებთ, როცა უნდა იმედგაცრუებული იყო და ნუ ებღაუჭები ამ იმედგაცრუებას რაღაცნაირად ცხოვრების მდგომარეობას, იმიტომ რომ გამოსავალი არის. მთავარია თითქოს აი შენ განერიდო და შენ გახვიდე. ამ ადამიანში რას ვერ უყურებთ? სტაბილურობას ვერ უყურებთ თქვენ ამ ადამიანში. ახლა იმედია არ არის აქ ისეთი ურთიერთობები, შესაძლოა მაგალითად ადამიანი იყოს დაოჯახებული. ან ამას მალავდეს, ან შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას გაძლევდეთ ადამიანი, მაგრამ მოდი ვიკითხოთ 10-იანი პენტაკლი. ანუ თქვენ ვერ უყურებთ როგორ სტაბილურობას მაინც. როგორ სტაბილურობას ვერ უყურებთ თქვენ. თქვენ ვერ უყურებთ კონკრეტიკას ამ ადამიანში, რომ მას უნდა სტაბილურობა, მას უნდა დასტატუსება ურთიერთობის და აი რასაც ქვია, გამჭრიახი ხასიათი, როცა მამაკაც უნდა ის გადადის მოქმედებაზე. და თქვენ ვერ უყურებთ კიდე, რომ ამ ადამიანს არ უნდა კიდე ყველაფერი გახდეს აი ძალიან აფიშირებული, ბევრისთვის ასია, მაგალითად თუ თქვენ ცოტა მესამე ფაქტორებში ხართ, ამ ადამიანს მხოლოდ ბოდიშით რო ამ ადამიანის ვიძახი, მაგრამ რაღაცნაირად მიჩვეული მოქვს ენამაზე. მოკლედ უნდა რომ ყველაფერი დარჩეს რაღაცა ინტიმის დონეზე და არ გახდეს, ასე ვთქვათ, ოფიციალური ეს ურთიერთობა, ძალიან ცხადად ჩანს აქ ეს ყველაფერი. არ უყურებთ კიდე ამ ადამიანში იმ მომენტს, რომ ნუ აქ ფაქტია, გოგონებო და ვერაფრით ვერ დავმალავთ ახლა ამას. უმეტეს გოგოს მოერგება მოკლედ ეს გაშლა, იმიტომ რომ აქ ხართ ორნი, თქვენ მარტო არ ხართ ამ ურთიერთობაში. შეიძლება თქვენ ამას ვერ უყურებდეთ, ან ამბობდეთ, რომ არა ეს შეუძლებელი, ან შეიძლება რაღაცა წარსულში ჩაბარდა, მაგრამ დღევანდელი გაშლა გვეუბნება, რა თქმა უნდა, რომ ეს ასე არ არის. ახლა აქ მინდა ცოტა მოადუნოთ ყურადღება და მომისმინოთ, ნახეთ.
თუ ზუსტად იცი რომ ადამიანს არავინ არ აყავს, ზუსტად თუ იცი და ყველაფერი იდეალურად გაქვს, მაშინ გულთან ახლოს არაფერი არ მიიტანო. მაგრამ თუ ეჭვი გაგდე რაღაცნაირად ადამიანთან გრძნობს და უცნაურ მოქცევას, რაღაცები შეცვლილია, ხალი ხო რაღაცნაირად გრძნობს ამ ყველაფერს, აი მაშინ ცოტა დაუკვირდით. თუმცა მაინც ზოგადი გაშლაა და უბრალოდ მოისმინეთ და შეუსაბამეთ თქვენს ინტუიციას. მაშინ კარგი. მოდი ვიკითხოთ ამ ადამიანის გრძნობა თქვენს მიმართ. აი რას გრძნობს ამ ადამიანის ღმერთო ჩემო, როდის გადავეჩვევი, მგონი მავნეთვისებაში გადამივიდა ეს. გრძნობა, რა გრძნობა? ნახეთ რა, მზედამთვარე, რა უცნაურია მზედამთვარე. შეხარ მისთვის მამოძრავებელი ძალა, მაგრამ მისი გზები ორად იყოფა, მისი გულით სამწუხაროდ ორად იყოფა. არ არის ის ადამიანი, რომელიც ეკუთვნის ერთ პიროვნებას, ანუ რა თქმა უნდა მამოძრავებელი ძალა ხარ, მაგრამ მე ვერ ვიტყოდი, რომ ვაუ, აქ არის ესეთი სიღრმე და ესეთი სიყვარული, რომ შენ სიკით გზა არ ქონდეს. ასე არ არის სამწუხაროდ. უბრალოდ ზედამთვარე, რომ არა დღე და ღამეც არ იქნებოდა, ხო? მაგრამ ისინი ვერ ემთხვევიან ერთმანეთს. აქ ის მომენტია, რაც უნდა შენ იყო ჩემი მამოძრავებელი ძალა, თუნდაც ძალიან დიდი გრძნობა მქონდა შენს მიმართ, ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით და რაღაცა ეს არის დაბრკოლება, კი ბატონო. ხუთიანი პენტაკლი, ეს არის დაბრკოლება. ეს არის სირთულეები, ყოველთვის ორმა უნდა გადალახოს ეს სირთულე, მაგრამ გახდა უკვე ეს ყველაფერი აუტანელი. გრძნობაში ვიტყოდი, დაგრზულია ეს ადამიანი, როცა მის გვერდით არ ხარ. მაგრამ როცა მის გვერდით ხარ, რაღაცნაირად ყველაფერი ძალიან ზომიერად და ერთფეროვნად არის. არ არის ეს ემოციები, ფანტანი გადმოსული. ხო, ფანტანი ემოცია ვახსენე და გადმოვიდა ფანტანი ემოცია. შენ არ გკმარა მისგან გრძნობა. შეიძლება ბევრს აკეთებს, შეიძლება ესეც არის, მაგრამ თავს არ აკეთებს. ანუ არ აკეთებს იმას, რაც შენ გინდა. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. რჩევა თქვენთვის. ეს წელი თქვენთვის უნდა იყოს ძალიან დამაფიქრებელი. განერიდე ყოველნაირ უსიამოვნებას და გააცნობიერე ის, რომ შენ არ გჭირდება ჯერ არავინ და არაფერი, შენ გჭირდება დაფიქრება და სწორი ანალიზის გამოტანა. განერიდე ყველანაირ სიტუაციას. შენ გჭირდება სიყვარული, მაგრამ ეს სიყვარული არის აიწონა და აიწონა. ეს არის ორ სკამზე ერთად ჯდომავარც ადამიანს. შეიძლება თქვენც ესე ხართ ორ სკამზე არ გამოვრიცხავ, ანუ ორივეზე ხართ. არ გადაიჭრა, არ დაერქვა ამ ურთიერთობას კონკრეტულად სიყვარული, არ დაერქვა ამ ურთიერთობას ჩვენ ვართ წყვილი ან რაღაცა სტატუსი. რაღაცა აი ეს ყველაფერი არის მერყევი. არ მიდის და არ ვითარდება, ეს არ არის ის გრძნობა, რომელიც გადალახავს დაბრკოლებებს და ეს დაბრკოლებები არის რაღაცნაირად ხელოვნურად შექმნილი. ესეთი გრძნობა, რომ ვინ ქმნის ამას, თქვენ ხელოვნურად თუ ის? თქვენ თუ ის? რაღაცნაირად თქვენც და ისიც. შენც კაცი, შენ მეტი გრძნობა შეგიძლია. აი შენ ხვდები მის გასაკეთებელს, შენ ამ მის სათქმელს. მე მგონი აქ თქვენ დაგავიწყდათ. რატომ დაიწყეთ ურთიერთობა და სანამდე მოხვედით, ყველაფერი არეულ-დარეულია და მოკლედ დადებითი უარყოფით ყველანაირი ემოციები აზელილია ერთმანეთში და გამოვიდა ის, რაც გამოვიდა. წყენა, უსიამოვნება და უსამართლობის განცდა. მინდა დავსვე ხა რა იქნება თქვენ შორის ერთი არკანით, მაგრამ აქ ყველაფერი ეს ცხადია, მაგრამ აინც რა იქნება თქვენ შორის აქედან გამომდინარე. შემოგის არკანი, რა უნდა მოხდეს, არანაირი ჯანსაღი არაფერი არ იქნება აქ. ყველაფერი ძალიან ესე ვთქვათ, ზედაპირულად და ტოქსიკურად. მას მისი სიმართლე აქვს, შენი სიმართლე გაქვს, აქედან ორივე წაგებული ხართ, მაგრამ არც ერთი არ ხართ მოგებული. განსხვავება ხო არის? არ იღებს არანაირ გადაწყვეტილებას. არ ჩვენ არ იღებ იმ გადაწყვეტილებას, რაც საჭიროა. უფრო ვიტყოდი გაქვს მიღებული, იმიტომ რომ ხარ იმპერატრიცა და თავისთავად შენ გაქვს ესეთი მოთხოვნა, რომ მე ვიცი ჩემი თავისფასი და მე საკმარისი არაფერს არ ვაკეთებ.
გააკეთე შენ, მაგრამ ეს არ აკეთებს. არ და მოგიაზრებს, რომ მაინც რაღაცნაირად არსებობს თქვენ შორის ურთიერთობა რაღაცნაირი, შეიძლება გრძნობთ ერთმანეთს. ერთმანეთზე манипуляციები მიმდინარეობს, რომ თითქოს გეუბნება, რომ აქედან რაღაცა ჰარმონიული და ბედნიერება იქნება, მაგრამ რეალურად ის რაც შენთან მოდის, მაინც შენთან მოვა. მაგრამ ცოტა ადამიანმაც უნდა შეუწყოს ხელი, მაგრამ ეს ადამიანი არ წყობს ამას ხელს. გოგონებო, მე ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით.